ულოცავ ქართველ ხალხს მისმა ბრძოლამ, მისმა შემართებამ და თავისუფლების წუვილმა შედეგი გამოვიდა და გილოცავთ. საქართველოს მთავრობა იძულებული გახდა განაცხადი გაეკეთებინა ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით თანაც. მინდა მიმართო დასავლურ სამყაროს, ჩვენ ვეთანხმებით პრეზიდენტ ზელენსკის და დიახ, ჩვენ შეიძლება არ ყავს ღირსეული მთავრობა, მაგრამ ვართ ღირსეული მებრძოლი ერი. შეიძლება ჩვენ მთავრობა არ იმსახურებს თქვენს ლოიალურ დამოკიდებულებას, მაგრამ ჩვენ ქართველი ხალხი ვიმსახურებთ ამას. ამიტომ ვთხოვთ სრულიად ევროპას მიიღოთ ეს განაცხადი. საქართველოს ადგილი ევროპაშია. საქართველოს ადგილი ევროპაშია, მაგრამ ქართული ოცნების ადგილი არ არის ხელისუფლებაში. მაშინ, როდესაც ერთიანი თავისუფალი სამყარო უმაგალითო ხარდაჭერას უცხადებს უკრაინას, მაშინ, როდესაც ევროპის პარლამენტი ფერზე ამგარი რაკადრების გუში ჩვენ ვიხილეთ და თელმა მსოფლიო ტაშ უკრავს უკრაინის მებრძოლ პრეზიდენტს, მაშინ, როდესაც მოსწრენი ვართ მსოფლიო საზოგადოების არანახული კონსოლიდაციის და სოლიდარობის უკრაინის მიმართ, საქართველოს მთავრობა რუსეთის, ბელორუსიის და ყირგიზეთის კვალად საჯაროდ ესხმის თავს პრეზიდენტ ზელენსკის და უკრაინელ ხალხს. ქართული ოცნება ასევე თავს ესხმის უკრაინის მთავარ მომლაპარაკებელს, მტერთან მთავარ მომლაპარაკებელს, აფხაზეთიდან დევნილს, ბატონ არახამიას და რუსეთის და კრემლის მსგავსად ბატონ არახამიას კრიმინალს უწოდებს. ეს არის პირდაპირ თავდასხმა უკრაინაზე და რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ და მსგავსი რიტორიკა არის არსობრივად ანტიევროპული. დღეს ჩვენ გავიგეთ, რომ თურმე ზოგიერთ ძალებს უნდათ საქართველოს ომში და სანქციებში ჩართვა. ამით შეეცადა თავის ხელისუფლების მხთალი და არაკაცური დამოკიდებულება საჯარო გაეხადა მორიჯერზე ბატონ ყობახიძეს ქართული ოცნების მთავრობის სახელით. როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, ამომრავლული პოზიციის გამართლების ცდილობა ვიხილეთ ჩვენ სამხაროდ. ამაზე მიიღო საყდურები, რომ ზელენსკის მაგალითად ბელორუსიიდან არ გამოუწევია ელჩი. არ მიგვეს ბატონი ყობახიძის და მისთა ერების, რომ გონიათ საქართველოსგან იგივეს მოელიან ჩვენი მეგობრები, რასაც ლუკაშენკოს რეჟიმისგან. განსხვავება არის დიდი, საქართველოს ითვლებოდა და ითვლება მეგობარ სახელმწიფოდ უკრაინელებისთვის, განსხვავებით ბელორუსებისგან, ლუკაშენკოს ბელორუსიისგან. ტყუილია, რომ საქართველოში ვინმეს ომი უნდა და სწორედ იმიტომ, რომ არ გვინდა, უნდა ვიყოთ დასავლეთის და ცივილიზებული სამყაროს გვერდით, პოლიტიკურ და დიპლომატიურ ასპარეზზე და არა რუსეთის ვაჭანჩალა დანამატი, მიტოვებული და განწილული. კიდევ ერთხელ მიმართავ სრულიად ევროპას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვყავს ღირსეული მთავრობა, ჩვენ ვართ დიდი და ღირსეული ერი და ამიტომ მიიღეთ ქართველი ერის ბრძოლის შედეგად მოპოვებული ეს განაცხადი. ქვეყნის მშვიდობის და ევროპული მომავლის უზრუნველყოფად. დიდი მადლობა ყველა საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც უკანასკნელი დღეების განმავლობაში აქტიურად, მშვიდობიანად იბრძოდა რუსთაველის გამზირზე. დიდი მადლობა თითოეულ ახალგაზრდას, უფროსი თაობის წარმომადგენელს ამ ისტორიული შესაძლებლობის რეალობად ცევისთვის. დიდი მადლობა.